ეს იყო დიდი უპირატესობა, რომელიც რუსეთს ყოველთვის უნდა ქონოდა. ცოცხალი ძალის თითქმის უსასრულო მარაგი უკრაინას მწყობრიდან გამოიყვანდა. არ ქონდა მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი ბრძოდა უკრაინა. ცოცხალი ძალა და ტექნიკად რუსეთს გამარჯვებას მოუტანდა, როგორც ყოველთვის. და პუტინი ამას უზრუნველყოფდა, რომ თავისი ჯარისკაცების ჯიბეებში უთვალავი მილიარდი დოლარი ჩაედინებინა. მაგრამ რუსულ არმიაში რაღაც დიდი გაფუჭდა. ფული აღარ მუშაობს, რადგან პოტენციური რუსი ჯარისკაცები მასობრივად უბრუნებენ ზურგს პუტინს. რუსეთის ბოლო უპირატესობაც გაქრა. ცოცხალი ძალა ამბობს, საკმარისია. ამ დროს კი უკრაინა აგრძელებს თავისი უპირატესობის გაზრდას, რადგან პუტინის მიდგომის შედეგები სულ უფრო მცირდება. ეს არის პუტინის ომის კოლაფსი რეალურ დროში. და ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა ყოფილიყო. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პუტინს ნამდვილად სჯეროდა, რომ მის ქვეყანას ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა ბევრად პატარა ერის დასამარცხებლად. მაშინაც კი, როცა თავდაპირველი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკან დაახევინეს და ის რაც სწრაფი დაპყრობა უნდა ყოფილიყო, სულ მასშტაბიან ომად გადაიქცა. პუტინი მაინც დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ თავში და რატომ არ უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის სტატისტიკა და რუსეთის ტრადიციული დამოკიდებულება ომის მიმართ ყველაფერში მის სასარგებლოდ მუშაობდა. ციფრები ყველაფერს ამბობდა, რაც პუტინს უნდა სწოდნოდა. უკრაინას დაახლოებით 40 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, რუსეთს კი 153 მილიონზე მეტი. სამჯერზე მეტი მოსახლეობა იყო ყველაფერი, რაც პუტინს და მის თანამოაზრეებს სჭირდებოდათ დასანახად. თუნდაც უკრაინას თავი კარგად დაეცვა, ეს უთანასწორობა იყო მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვების ფორმულაში, რომელიც რუსეთს ეგონა რომ ჰქონდა. და ეს მხოლოდ ხალხი არ იყო. რუსული ომის მეთოდი უზრუნველყოფდა გამარჯვებას. პუტინისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი მისი 153 მილიონი მოქალაქიდან დაიღუპებოდა იმის მისაღწევად, რაც მას სურდა. სამხედროებისთვის თავგანწირვა რუსული გზა. როგორც საუბარში 2023 წლის ოქტომბერში ითქვა, თვითგანწირვა რუსული კულტურული მითოლოგიის ნაწილია. გამოცემა ამბობს, რომ რუსეთისთვის, განსაკუთრებით კი პუტინისთვის და მისი კრემლის თანამზრახველებისთვის, ჯარისკაცის სიკვდილი ტრაგედია არ არის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სისხლში ამოსვლილ გზაზე გამარჯვებისკენ. ზოგიერთი ჯარისკაცისთვისაც კი, ვინც პუტინის მიზნისთვის დაიღუპა, სიამაყე იყო მამოძრავებელი ფაქტორი. შეიძლება ისინი ბრძოლაში დაეცნენ, მაგრამ მათი მსხვერპლი საერთო მიზანს ემსახურებოდა, იმას, რაც პუტინმა დაისახა. ეს უპირატესობა საკმარისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ 4 წლისა და 1.38 მილიონზე მეტი მსხვერპლის შემდეგ კულტურული ნორმები და ხორცის მასა, რომელმაც რუსეთის ომი უნდა ამოძრაოს, აღარ მუშაობს. გამოფიტვის ომი, რომლის მოგებასაც პუტინი ფიქრობდა, თავდაყირა დადგა და ცოცხალი ძალის უპირატესობა, რომელიც რუსეთის უკანასკნელი ნამდვილი ბერკეტი იყო უკრაინასთან მიმართებაში, აღარ არსებობს. არასწორად ნუ გამიგებთ, რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ხტავს. პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს აღარ სურთ მისთვის ბრძოლა. და როცა 2026-ში უფრო ღრმად შევდივართ, ჩნდება ტენდენცია, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო რეკრუტირებაში, რომელიც გვაჩვენებს პრობლემას, რომლის არსებობაც პუტინს არასდროს ეგონა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა რეალობად იქცა. 14 ივნისის ანგარიშში CNN აცხადებს, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა იწყებს შემცირებას და ამის მთავარ მტკიცებულებად რუსეთის მოხალისეთა რეკრუტირების მაჩვენებლებს ასახელებს. წარმოიდგინე თავი ერთი წუთით რუს სამოქალაქო პირად. ყოველ ჯერზე როცა ქუჩაში გადიხარ, ხედავ ბილბორდებს, რომლებიც გიწვევენ, რომ რუსეთის გმირი გახდე და მიიღო მონაწილეობა იმ თვითშეწირვაში, რომელიც შენს კულტურაშია გამჯდარი. და ამ ზეწოლას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, რომელიც შენს გონებაში ილექება. რუსული ჯოხის ბოლოს ყველაზე გემრიელი სტაფილოდევს, რაც კი ოდესმე გინახავს. გიგანტური ხელმოწერის ბონუსები, რომლებიც 80,000 დოლარამდე აღწევს, ანუ 4-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო რუსი წელიწადში გამოიმუშავებს, შენს თვალწინ იფრიალებს. ზემოდან უზარმაზარ ხელფასსაც გთავაზობენ და რუსული სამხედრო ძალა კიდევ გვპირდება, რომ 10,000 დოლარის ვალსაც ჩამოგაწერს. ყველაფერი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ შენი სახელი წერტილოვან ხაზზე მოაწერო. სულ 1 ან 2 წლის წინ ეს სტრატეგია კარგად მუშაობდა რუსეთისთვის. ხალხს სჯეროდა, რომ უკრაინაზე გამარჯვება გარდაუვალი იყო, ამიტომ ისინი ხელმოწერას და ფულის აღებას თანხმდებოდნენ, რის შედეგადაც რუსულ არმიაში ადამიანური რესურსის დიდი ნაკადი შედიოდა. მაგრამ 2026 წელს პროპაგანდისა და ფულის სტრატეგია უკვე აღარ მუშაობს ისე კარგად. 10 ივნისს ნოვაია გაზეტამ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა 2026 წლის პირველ 3 თვეში 71,200 ახალი კონტრაქტიანი ჯარისკაცი აიყვანა. მაღალი რიცხვია რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ბოლო 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წლის პირველ კვარტალში და თითქმის 20,000-ით ნაკლებია ვიდრე 2025 წელს. ხელმოწერილი 99,600 კონტრაქტიანი ჯარისკაცი. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის ახალი ცოცხალი ძალის პრობლემაა. საკითხი ის კი არ არის, რომ ხალხი არ არის, არამედ ის, რომ რუსები აცნობიერებენ იმ გამანადგურებელ სისასტიკეს, რაც ამ ომს ახლავს, რომელიც პუტინმა დაიწვა. რაც ადრე გარდაუვალი ჩანდა, ეხლა უსასრულოდ გამოიყურება და პოტენციური ჯარისკაცები ხვდებიან, რომ ისინი აღარ აწერენ ხელს ომის მოსაგებად. ისინი აწერენ ხელს სიკვდილზე და კრემლის მიერ შეთავაზებული მთელი ფულიც კი აღარ არის საკმარისი იმ ათასობით კაცისთვის, ვისაც არ უნდა უკრაინის დრონებით სავსე საშინელებას შეეჯახოს.
ეხლა მხოლოდ რეკრუტირების ნაკლებობა არ ექნებოდა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა კლებულობს. 71200 ახალი ჯარისკაცი მაინც ბევრია უკრაინულ ხორცსაკებში გასაგზავნად. მაგრამ რეკრუტირების მაჩვენებლების ვარდნის უკან კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება, რომელიც ცოცხალი ძალის გამოწვევებს ამძაფრებს და რისი წინაშეც რუსეთი არასდროს ელოდა რომ აღმოჩნდებოდა. პუტინის მარიონეტებს უფრო სწრაფად ანადგურებენ, ვიდრე რუსეთს მათი ჩანაცვლება შეუძლია. რუსეთის მიდგომა, რომ ხალხს ფულს უხდის ომში წასვლისთვის იმის ნაცვლად, რომ დაარწმუნოს ისინი რაიმე არგუმენტით, რის გამოც უკრაინაში შესვლა ღირებულად გამოჩნდებოდა, უკვე პრობლემას წარმოადგენდა. მაგრამ როდესაც ამას ემატება ის, რომ უკრაინა უფრო ეფექტურ საბრძოლო მანქანად იქცა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს კატასტროფაა პუტინისთვის და მისი ამბიციებისთვის. მოდით კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იმ 71200 რეკრუტირებული ჯარისკაცის რიცხვს. ეს მაჩვენებელი მოიცავს 2026 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდს. ამ 3 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგები იყო 99000, როგორც იუწყება United 24 მედია. უკვე ხედავთ აქ არსებულ პრობლემას. რუსეთის დეფიციტი 2026 წლის პირველი კვარტლისთვის შეადგენს 17800-ის, ანუ საშუალოდ დაახლოებით 5933 თვეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2026 წლის პირველი კვარტლის თითოეულ თვეში რუსეთის არმია რამდენიმე 1000 ჯარისკაცით ნაკლები იყო ვიდრე წინა თვეში. და ისე არ არის, თითქოს 2026 წლის მეორე კვარტალი უკეთესად მიმდინარეობდეს რუსეთისთვის. აპრილში პუტინმა კიდევ 35000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო მაისი ძლიერი გაგრძელება იყო, რადგან კიდევ 30000 დანაკარგი დაემატა სიას. ამ ორ რიცხვს თუ შეერთებთ, მიიღებთ 65000, რაც მხოლოდ 6200-ით ნაკლებია რუსეთის კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობაზე 2026 წლის პირველი კვარტლისთვის. და ჩვენ ჯერ კიდევ ივნისის დარჩენილი ნაწილი წინ გვაქვს. თუ ვივარაუდოთ, რომ კიდევ ერთი 30000-ზე მეტი დანაკარგი იქნება თვეში, რუსეთის მეორე კვარტლის დანაკარგი დაახლოებით 100000 მიაღწევს და მაინც საკმარისი არ გაუკეთებია რეკრუტირების პრობლემების მოსაგვარებლად. დეფიციტი მხოლოდ გაიზრდება. და ცოცხალი ძალის უპირატესობა, რომელიც უკეთესობა, სოჩუმიც უკლებულობს, საბოლოოდ სრულად დაინგრევა. რუსეთი ცდილობს ტყუილით გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა. 10 ივნისის UA News-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პუტინის ერთ-ერთმა საყვარელმა სპიკერმა, დმიტრი მედვედევმა, 30 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის რეკრუტირება 127000 ახალ კონტრაქტამდე გაიზარდა, რაც თვეში 30000-ზე მეტ ახალ ჯარისკაცს ნიშნავს და თითქმის საკმარისია რუსეთის დანაკარგების ტემპს დაეწიოს. თუმცა რეგიონული მონაცემები, რომელიც ანწყარო მოიპოვა, აჩვენებს, რომ მედვედევის ციფრებსა და რეგიონულ მონაცემებს შორის 10%-იანი განსხვავება. UA News-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის რუსეთის რეალური რეკრუტირების საერთო რაოდენობა დაახლოებით 100000 შეადგენდა. თუ აპრილში დაკარგულ 35000 ჯარისკაცს 2026 წლის პირველი კვარტლის 99000 დანაკარგს დაუმატებთ, მიიღებთ 124000, რაც ნიშნავს, რომ წლის პირველი 4 თვის განმავლობაში 24000 ჯარისკაცი აკლდება. რუსეთის პრობლემას ასე აჯამებს ნაიჯელ გულდ დეივისი, რომელიც საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარია. რუბლები ომებს არიგებენ, ეუბნება ის CNN-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი თავის ჯარისკაცებს ომისთვის უხდის ფულს, იმის ნაცვლად რომ მათ შთააგონოს ისეთი მიზანი, რომლითაც მართლა სჯერათ რომ რუსეთს დაეხმარება, ან აიძულებს მათ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციით. და როდესაც ქვეყნის მთელი სამხედრო ფილოსოფია დაფუძნებულია თვითშეწირვაზე საერთო კეთილდღეობისთვის, თუ შენს ჯარისკაცებს ბრძოლის სხვა მიზეზს არ აძლევ გარდა იმ ხელფასისა, რასაც თავაზობ, ეს საბოლოოდ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის დამღუპველი იქნება. პუტინი ყველაფრის ფასად ცდილობს მობილიზაციის თავიდან აცილებას. მან იცის, რომ იმ ომის, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკვე წლები ეკრძელება. ხალხისთვის ძალით ბრძოლაში ჩართვა მისთვის, როგორც რუსეთის ძლიერ დამცველად აღქმული ლიდერისთვის, ძალიან შორსწასული ნაბიჯი იქნება. ამიტომ კრემლი უფრო სასუტარკვეთილ გეგმას მისდევს. თუ მას არ შეუძლია რუსეთის შიგნიდან მოხალისეების მოზიდვა, ისინი ციხეებიდან, ლოთების საკნებიდან და საზღვარგარეთიდან მოიპოვებენ. ატლანტიკური საბჭო ამბობს, რომ კრემლს მიზნად აქვს დასახული 2026 წელს რუსული არმიისთვის მინიმუმ 18500 უცხოელის მოზიდვა. ეს დაახლოებით ნახევარი თვის დანაკარგებს ფარავს და გვაჩვენებს, რომ კრემლი აღიარებს. ახლა მისი საუკეთესო გეგმა შესთავაზოს თავისი მიმზიდველი სტიმულები იმ ადამიანებს, რომლებმაც 4 წელი არ გაატარეს იმის ყურებაში, თუ როგორ იშლება მათი ქვეყანა პუტინის კატასტროფული სამხედრო სტრატეგიის გამო. მაგრამ ეს არაფერს წყვეტს რუსეთის მთავარი პრობლემის, ცოცხალი ძალის უპირატესობის შემცირების მიმართ. მაგრამ პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემა ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ძალის ეს პრობლემა ბრძოლის ველზე სერიოზულ ზიანს აყენებს, სწორედ ის თუ როგორ აზიანებს ეს პრობლემა რუსეთს ქვეყნის შიგნით, საბოლოოდ ყველაზე მეტად დააზარალებს მას. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ეს არის The Military Show. ამას კიდევ ბევრი მსგავსი აქვს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ მოგწონთ ის ანალიზი, რომელსაც ჩვენ განიღებთ. Gold Davis-ის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების რეკრუტირების სირთულეები აისახება რუსეთის შიდა ბიზნესებზეც. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უჭირთ ხალხის პოვნა ფრონტზე გასაგზავნად. რუსეთის შესახებ ის ამბობს, რომ უჭირთ ადამიანების პოვნა დასასაქმებლად.
და ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი არავისთვის, ვინც ადევნებს თვალს, რას ამბობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქვეყნის შრომებებზე შრომის პრობლემებზე. აპრილის ბოლოსკენ ელვირა ნაბიულინამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო ომი, რუსეთის შრომითი რეზერვი დაახლოებით 2.5 მილიონი მუშახელით შემცირდა. ამ რაოდენობის ცოტა მეტი ვიდრე ნახევარი უკრაინაში დანაკარგებს უკავშირდება, ხოლო ასობით ათასი ან სამხედრო სამსახურშია, ან რუსეთიდან გარბის, რათა არ მოუწიოთ უკრაინის დრონებისგან სიკვდილი. რუსეთი ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობის დონე დაბალია, რაც მართალია. მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შრომითი რეზერვი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება. და Euromaidan Press-ის მიხედვით, რუსეთის სტატისტიკის სააგენტო როსტატი აცხადებს, რომ 2026 წლის ბოლომდე ქვეყნის შრომითი ძალა კიდევ 1.4 მილიონით შემცირდება, რაც კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს შრომის ბაზარზე, სადაც უკვე არ არის საკმარისი მუშახელი. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თავდაცვის ინდუსტრია, რომელშიც პუტინმა ყველაფერი ჩადო, უკვე იწვევს სირთულეების განცდას. ეს ინდუსტრია პრაქტიკულად მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. რუსეთს სურს, რომ ეს ინდუსტრია გაიზარდოს, მაგრამ შიდა სამუშაო ძალის დეფიციტისა და იმის საჭიროების გამო, რომ მაინც დარჩეს ხალხებში, ხალხის სხვა სფეროებშიც, რომლებიც პუტინის ომის მხარდასაჭერად არ არსებობს, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, იმაზე მეტი, რასაც უკვე ვხედავთ. ამ ინდუსტრიაში შენელების ნიშნები ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. სწორედ მაშინ Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამუშავებული ლითონის ნაწარმის წარმოება 2025 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით 1.6%-ით შემცირდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ სფეროში ზრდა 2023 წელს 26.4% იყო, ხოლო 2024 წელს 31.6%. მსგავსი რამ შეინიშნებოდა რუსეთის სხვა სატრანსპორტო აღჭურვილობის სექტორშიც, რომელიც ტანკებსა და ჯავშან ტექნიკას მოიცავს. ეს სექტორი კვლავაც წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაგრამ სექტემბერში ზრდა მხოლოდ 6% იყო, მაშინ როცა წინა თვეში 61.2% შეადგინა. როგორც ჩანს, ზრდამ პლატოს მიაღწია. და CNN-ის მიხედვით, მას შემდეგ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოცემის თქმით, ქარხნები უკვე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასე რომ რუსეთს ბევრი მეტი აღარ შეუძლია თუ არა აშენებს ახალ ქარხნებს და არ შექმნის უკრაინისთვის მეტ სამიზნეს, სადაც მუშახელს გადაიყვანს. არც ის არის, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას კიდევ ბევრი თავისუფალი მუშახელი დარჩა ასაყვანად. გახსოვდეთ, არსებობს შრომითი კრიზისი, რომელიც აიძულებს თუნდაც მზარდ ინდუსტრიებში, სადაც მილიარდობით დოლარი იდება, პროცესები შენელდეს. რა არის რუსეთის დიდი გამოსავალი ამ შიდა კრიზისზე? მსგავსი გამოსავალი, როგორც მან თავისი სამხედროებისთვის მოიფიქა. მეტი უცხოელი შემოიყვანოს იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომლებსაც რუსი კაცები ვეღარ ასრულებენ, რადგან ან ძიმედ არიან დაჭრილები, ან დაღუპულები არიან. როდესაც რუსეთი უკრაინაში გამოუსწორებელ დანაკარგებსა და 2 საუკუნეში ყველაზე დაბალ შობადობას აწყდება, ის შრომითი პრობლემების გადასაჭრელად საზღვარგარეთ ეძებს გამოსავალს. კარნეგის ფონდის მიხედვით, რუსეთს 2030 წლისთვის დაახლოებით 10.9 მილიონი ახალი მუშახელი დასჭირდება და რთულია იმის წარმოდგენა, საიდან მოიძებნება ეს ხალხი. შრომითი მიგრაცია ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან გარკვეულწილად დაეხმარა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის პრობლემის სრულად გადასაჭრელად. ფონდი აღნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ დაიწყებს ინდოეთიდან და აფრიკიდან მუშახელის მოზიდვას შრომითი კრიზისის გადასაჭრელად. თუმცა ეს მიგრაციაზე დაფუძნებული სტრატეგია მხოლოდ დროებითი გამოსავალია პრობლემისთვის, რომელიც არ ქრება. როდესაც რუსეთი მეტ მიგრანტ მუშახელს ირებს, ის კარგავს ეროვნული იდენტობის შეგრძნებას, რაც გადამწყვეტია ყველაფრისთვის, რასაც პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ცდილობს. პუტინი ამბობს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რასაც ის იყენებს თავისი შეჭრის გასამართლებლად. მაგრამ ამ დროს პუტინის პოლიტიკა ამძაფრებს დემოგრაფიულ კრიზისს, რომელიც უკვე დაჩქარდა იმავე ომით, რომელიც თითქოს უნდა აერთიანებდეს უკრაინასა და რუსეთს. და რა აქვს რუსეთს საჩვენებელი იმ ყველა მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელსაც პუტინი აიძულებს მას გაიღოს. 2026 წელს პასუხი თითქმის არაფერია. მიუხედავად მთელი ამ სიკვდილისა და მსხვერპლისა, რუსეთმა თითქმის ვერანაირი პროგრესი ვერ მიაღწია უკრაინაში. არც ამ წელს და არც მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. 12 ივნის United 24 Mediam გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთის დაზვერვის თქმით, რუსეთმა 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ ვერცერთი თავისი სტრატეგიული მიზანი ვერ მიაღწია, რაც მკაცრი ბრალდებაა პუტინის სპეციალური სამხედრო ოპერაციის სრული მარცხის მიმართ. კიევი არ დაცემულა, არც დონბასი. და როცა უკრაინა კონტრშეტევაზე გადადის, რუსეთმა დონბასში მიღწეული წარმატებებიც კი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ ჩანს, როგორიც უნდა იყოს. ეხლა ესტონეთის თქმით, უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებმა მას ასევე მისცა შესაძლებლობა, რომ ფრონტის ხაზის მიღმა 300 კილომეტრის სიღრმეში მიატენოს დარტყმები, რაც რუსულ ლოგისტიკას ანადგურებს და პუტინის ჯარისკაცებისთვის წინსვლას კიდევ უფრო ართულებს. მაშინაც კი, როცა რუსეთის ლიდერი კიდევ უფრო მეტ შეტევას ბრძანებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს ცოცხალი ძალის კრიზისს, რომელსაც რუსეთი აწყდება, რადგან ჯარისკაცები, რომლებიც იძულებული არიან ბრძოლაში წავიდნენ მხარდაჭერისა და მომარაგების გარეშე, უფრო სწრაფად იღუპებიან უკრაინის დრონებისგან. რაც შეეხება რუსეთის მიღწევებს, 2026 წელს ისინი დიდად წარმატებული არ ყოფილა. France 24 იუწყება, რომ რუსეთის არმიამ აპრილშიც და მაისშიც უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე მოიპოვა, რაც თითქოს საპირისპიროა იმისა, რასაც დამპყრობელი ძალა უნდა აკეთებდეს.
უფრო მეტი ტერიტორია უნდა დაიპყრო პუტინ, მაგრამ რუსეთი კარგავს იმას, რაც მოიპარა და მისი ჯარისკაცები ისეთი სისწრაფით იღუპებიან, რომ ეს ანადგურებს იმ ცოცხალი ძალის უპირატესობას, რომელიც პუტინს ეგონა, ომს მოაგებინებდეთ. ასე რომ პუტინი მძიმე დილემის წინაშე დგას. რუსეთს უმთავრდება ჯარისკაცები, რომლებიც სჭირდება ომის იმგვარად საწარმოებლად, როგორც რუსეთის ლიდერს სურს. რა არის პუტინის გამოსავალი ამ პრობლემისთვის? რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის ბრძანება გასცა. 13 ივნისს კიევის პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ნებადართული პერსონალის რაოდენობას თითქმის 10,000 ადამიანით გაზრდის. ეს პუტინის მიერ ბოლო 4 თვეში გაცემული მეორე ბრძანებაა პერსონალის გაზრდის შესახებ და შედეგად რუსეთის სამხედრო ძალების საერთო რაოდენობა დაახლოებით 2.4 მილიონ ადამიანს აღწევს, საიდანაც 1.5 მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურია. ახლა 10,000 ჯარისკაცი დიდი რიცხვი არ ჩანს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს უკვე მეორე დეკრეტია 2026 წელს გაფართოების შესახებ, გვაჩვენებს, რომ პუტინი უბრალოდ არ აღიარებს რეალობას. როდესაც გაწევის დონეები ვერ აღწევს იმ მაჩვენებლებს, რაც რუსეთმა უკვე დაანონსა და უკრაინა უფრო მეტ დანაკარგს აყენებს ვიდრე რუსეთს შეუძლია გაუძლოს. პუტინის მთავარი რეაქცია იყო ბრძანება, რომ მეტი ჯარისკაცი მოიძებნოს. საიდან, ვინ იცის? როგორც ჩანს, პუტინს ამაზე წინ არ უფიქრია. და შეიძლება ითქვას, რომ ეს პუტინის პრობლემა იყო მას შემდეგ, რაც მან თავისი ომი დაიწყო. მან ვერ წარმოიდგინა, რომ უკრაინა შეჭრის პირველ კვირებში ძლიერ თავდაცვას გაუწევდა. პუტინმა წინასწარ ვერ გათვალა, რომ დასავლეთი უკრაინას დაუჯერდა მხარს, ან რომ უკრაინა დრონებს გამოიყენებდა ომის წესების შესაცვლელად. ის ნამდვილად არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა 1.38 მილიონი ადამიანის და კიდევ მეტის მსხვერპლად შეწირვა მის ომში. პრობლემებს შეუქმნიდა რუსეთის სამხედრო ძალას და ეკონომიკას. პუტინმა ეს ყველაფერი ვერ დაინახა წინასწარ. მან უბრალოდ ბრმად შეიყვანა რუსეთი კრიზისში, საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს. რუსეთის ცოცხალი ძალის კრიზისი არ გაუმჯობესდება. არ არსებობს ხალხის მოზღვავება, რომელიც პუტინს გადაარჩენს. რაც შეეხება უკრაინას, ის კიდევ უფრო მეტად იყენებს თავის მთავარ უპირატესობას, ინოვაციას. რუსეთის წინსვლა შეჩერდა, რადგან უკრაინის დრონები სასიკვდილოა. უკრაინა მხოლოდ წარმოება არ აითვისა, თუმცა მოკლე მანძილის FPV დრონების, ღრმა დარტყმის დრონებისა და საშუალო მანძილის დრონების მასიური მარაგების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის სტრატეგია მუდმივად ვითარდებოდა, რათა რუსეთის ყველაზე დიდ უპირატესობას გამკლავებოდა. რუსეთის ყოველთვიური 30,000-ზე მეტი დანაკარგის ძირითადი მიზეზი სწორედ FPV დრონებია. საშუალო მანძილის დრონები ანადგურებენ რუსეთის ზურგს, რაც ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს ასუსტებს. ხოლო ღრმა დარტყმის დრონები შიგნიდან ანგრევენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ყოველთვიურად ათობით ნავთობისა და სამხედრო სამრეწველო ობიექტს ანადგურებენ. უკრაინაში შეჭრა უნდა ყოფილიყო ისტორია რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ გაამართლებდა, მაგრამ უკრაინამ სცენარი შეცვალა. ახლა ამბავი ისაა, რომ უკრაინის დრონები იმდენად საშიშია, რომ თვითონ პუტინიც კი აღიარებს, რუს ჯარისკაცს თავის ამოყოფაც კი არ შეუძლია თავშესაფრიდან უკრაინის დრონების გამო. ცოცხალი ძალა გადალახა მფრინავმა ლითონმა და ახლა სწორედ უკრაინას აქვს მთელი ინიციატივა. რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა გაანეიტრალა დრონების არმიამ, რომელიც მილიონობითაა. და ეს პუტინს აღარ უტოვებს სხვა არჩევანს. მისი მომავალი ჯარისკაცები უარს ამბობენ ფულის წტუნებაზე და არ აწერენ ხელს კონტრაქტებზე, რომლებიც სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ. ქვეყნის შიგნით რუსეთი ქაოსშია, რადგან ეკონომიკურ პრობლემებს, სამუშაო ძალის დეფიციტს და თავდაცვის ინდუსტრიის სტაგნაციას აწყდება. პუტინს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაავალოს უკვე ზღვარზე მყოფი არმიის ზრდა. რუსეთის ბოლო უპირატესობაც გაქრა. პუტინისთვის ყველაფერი დასრულებულია, უბრალოდ ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდება. და ყველა ეს ცოცხალი ძალის პრობლემა პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე ვხედავთ. რუსეთის დანაკარგები ისტორიულია და რეკორდები ირღვევა, რადგან უკრაინა იყენებს პუტინის დასუსტებული არმიის სისუსტეს და მასზე უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე ოდესმე. მოსკოვის საგაზაფხულო შეტევა უკვე ჩავარდა. ამჟამად მისი საზაფხულო შეტევაც იშლება. გაიგეთ რატომ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რადგან ჩვენ თვალს ვადევნებ, როგორ მარცხდება რუსეთი უკრაინის ხელით. მადლობა ყურებისთვის.